თქვენ უყურებთ კურიერის სპეციალურ გამოშვებას, მე გიორგი გაბუნია ვარ. ეროვნულ ბიბლიოთეკაში ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრა იწყება. ანდერს ფოგ რასმუსენი სტუდენტებს სიტყვით მიმართავს. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვთავთ ეროვნულ ბიბლიოთეკას. Mr. Secretary General, Minister, dear students, welcome to the National Parliamentary Library of Georgia. ჩვენთვის ძალიან დიდი პრივილეგია, დიდი პატივია მოგესალმოთ თქვენ ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მე მოხარული ვარ, რომ აღნიშნული ვიზიტის ჩარჩოებში თქვენ განსაკუთრებით დაძაბულ დღის წესრიგში, თქვენ დღის წესრიგში მონახეთ დრო, იმისთვის რომ მომზანებულიყავთ ბიბლიოთეკაში, სადაც სხვა ფუნქციებთან ერთად ამ ორგანიზაციას აკისრია თავისუფლების, ლიბერალიზმისა და სხვა პირებულების გავრცელება, რომელსაც 59 წლიდან ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი იცავს. ბატონ გენერალურ მდივანო, მე გულწრფელად წამს, რომ ეს შეხვედრა საქართველოს მომავალ ლიდერებთან მაღალი სიმბოლიზმის შემცველია. 250 სტუდენტი შევკრიბეთ, 15 უნივერსიტეტის წარმომადგენელი თბილისიდან, საქართველოს რეგიონებიდან, სადაც ასევე წარმოდგენილი არიან სამხედრო აკადემიების კადეტები, კურსანტები, რომელსაც გამოგზავნებთ ფორმით. ეს არის მომავალი ჩვენი ლიდერები, პროფესიონალები, ეს არის ის საზოგადოება, რომელმაც უნდა თქვენ ისარგებლოს იმ ნაყოფით, რომელსაც მოიტანს საქართველოს გაწევრიანება ნატოში. ახალგაზრდობა ძალიან მნიშვნელოვანია პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში. მათი გონება გახსნილია, ენერგია საკმარისი გააჩნიათ და თქვენ როცა ახალგაზრდა ვზანდებოდით, დანის პარლამენტის წევრი, დანის პარლამენტში აგირჩიეს, როდესაც დაასრულეთ ქალაქ ორხუსის უნივერსიტეტი. მინდა თქვენი კარიერის მთავარი მიღწევები წარმოვაჩინო ჩვენი ავტორის წინაშე. თქვენ მრავალი თანამდებობა გეკავათ დანის მთავრობაში და ოპოზიციაში. თქვენი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ეკონომიკური საქმეების მინისტრისა და ევროკავშირის ეკონომიკური საბჭოს 91-92 წლამდე თქვენ იყავით მაასტრიხტის ერთ-ერთი ხელმომწერი, რომელმაც შემოიტანა ერთიანი ევროპული ვალუტა ევრო. 2001 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თქვენ პირველი მთავრობა შექმნით და 2005 წელს და 2007 წელს თავიდან აგირჩიეს. დანის პრეზიდენტობის პერიოდში ევროკავშირში თქვენ თამაშობდით უმნიშვნელოვანეს როლს იმ პროცესში, რომელმაც 10 ახალ კანდიდატთან გაწევრიანების თემებზე მიმდინარეობდა. ევრო საბჭოს ოფისში კოპენჰაგენში 2002 წელს თქვენ პრემიერ-მინისტრი იყავით დანიის, სანამ 2009 წელს ნატოს გენერალური მდივანი გახდებოდეთ. პატივცემულო გენერალურ მდივანო, მომეცეთ საშუალება გამოიყენო ეს საშუალება, ეს ტრიბუნა და მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს ხარდაჭერისთვის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის. თქვენი შეხვედრები გუშინდან დღეს კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველოს ინტეგრაციის პროცესებს. ეხლა დიდი პატივით გადმოგცემ სიტყვას. თოთ, ბატონ გენერალურ მდივანო. Minister Pitveashvili, ბატონო მინისტრო, ბატონო პროფესორო გაჩიჩილაძე, ქაბატონებო და ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ეს თბილი შესავალისათვის, თბილი სიტყვებისათვის. ჩემთვის დიდი პატივია მოგმართო დღეს.
საქართველო ცნობილია სოფლიოში ღვინოთი, უმაღლეს ხარისხის ღვინოთი და მაღალი ხარისხის წყლით, მაგრამ ნაკლები იციან სოფლიოში საქართველოს განსაკუთრებული ისტორიის განმავლობაში 1000 წლის განმავლობაში ერთიანობისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მოუხდა თქვენ ქვეყანას და ფართე სამყაროში, ფართე სოფლიოში თავის ადგილის მოპოვებისთვის. აი ეს მდიდარი ისტორია და საქართველოს და დიდი წვლილი ხელოვნების, მეცნიერების და კულტურათა შორის ურთიერთგაგებაში საკმაოდ კარგად დოკუმენტირებულია და აღნუსხული პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. მას შემდეგ, რაც საქართველოს 91 წელს აღიდგინა დამოუკიდებლობა, თქვენ უზარმაზარი წარმატებები ხვდა წილად. მოიპოვეთ თავისუფლება, აშენებთ დინამიურ დემოკრატიულ ქვეყანას. და თქვენ ნაბიჯ თანამიმდევრულად მიემართებით ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ ნატოში გაწევრიანების ჩათვლით. თქვენი გზა ნამდვილად არ იყო ვარდებით მოფენილი ზოგჯერ ცდილობდა ისე ჩანდა რომ თითქოს სადღაც მთაში ძალიან მძიმე ბილიკით მიემართებოდით სადაც ძალიან დიდი პრობლემები გელოდათ, სადაც ვერ ხედავდით საბოლოო წერტილს. მოდით ნათლად განვაცხადებთ რომ თქვენი ბილიკი, თქვენი გზა სწორია. იმიტომ რომ ეს გახლავთ ბილიკი ნატოს გახსნილი კარისკენ. თქვენ რეალურ პროგრესს აღწევთ. თანამიმდევრული და შემართული ძალისხმევის შედეგად. თქვენ ნამდვილად მიაღწევთ დანიშნულების ადგილს და თქვენ შეხვალთ აი ამ გახსნილ კარებში. დღეს არ მინდა ისტორიას მიმართო, მინდა გავიხიდო მომავალში. და მოგახსენებთ, რომ ძალზე მოხარული ვარ ახალგაზრდებს რო ხედავ დღეს. იმიტომ რომ ახალგაზრდა ქართველებს გაჩნიათ ყველა უფლება მოელოდონ იმას, რომ მათი მომავალი იყოს ნათელი, აყვავებული და უსაფრთხო. გასულ ოქტომბერს საქართველო იყო მოწმე ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემისა. ამისთვის მინდა მიულოცო პრემიერ ივანიშვილს და ასევე პრეზიდენტ სააკაშვილის ღვაწლი უნდა აღნიშნო. იმიტომ რომ რეალური საზომი პოლიტიკოსის გახდას, ის კი არა თუ როგორ მოიპოვებთ ხელისუფლებას, არამედ როგორ გადასცემ მას ხვას. აი ესე იზომებიან პოლიტიკოსები. ამ წლის ბოლოს პრეზიდენტი სააკაშვილი გადადგება და ასრულებს თავის პრეზიდენტობას და მისი შემცვლელი და პრემიერ-მინისტრი ყველა გავიხსენებთ და მოვიხსენიებთ მომავალში როგორც დემოკრატიის მშენებლებს. ეს გახლავთ მხოლოდ ერთადერთი ნიშანი იმ წინვალე მომავლისა, რომელიც საქართველოს ელოდება. თქვენი მთავრობა ასევე ძალიან სერიოზულად ებრძვის კორუფციასა და კრიმინალს. ვარდების რევოლუციამდე საერთაშორისო გამჭვირვალებამ საქართველოს რეიტინგი განსაზღვრა როგორც სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა. ამჟამად გაცილებით უკეთეს მაჩვენებლებს ანახებს საქართველოს ამ მიმართებით ვიდრე ზოგიერთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ცირდება კრიმინალი. თქვენი ქალაქი გახდა ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო დედაქალაქი ევროპაში. ერთ-ერთი კიდევ დამატებითი ინდიკატორი საქართველოს პროგრესისა ეს გახლავთ უსაფრთხოებისა და მშვიდობის ფორმირება თქვენ რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. თქვენი ქვეყანა გახლავთ ძალზე ძლიერი მხარდამჭერი ერთიანი უსაფრთხოებისა. მას უფრო მეტი ჯარები ყავს ავღანეთში ვიდრე ნებისმიერ სხვა ნატოს პარტნიორ ქვეყანას. და მე მივესალმები საქართველოს დაპირებას
წვლილი შეიტანოს ISAF-ის მისიის დამშვიდობის შემდეგ. ეს არის კონსულტაცია, ეს არის ტრეინინგი და ხარდაჭერა ავღანეთის უშიშროების ძალების. მე ქართულ ჯარისკაცებს შეხვედრი ვარ როგორც აქ, ასევე ავღანეთში ჩემი ვიზიტების დროს. ისინი აშკარად წარმოაჩენენ გამბედაობის, ვაჟკაცობის, პროფესიონალიზმის და შემართებულობის მაგალითს. მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა მწუხარება დაღუპულთა ოჯახებისადმი. სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისადმი, ვინც დაეცა ბრძოლაში და დაიჭრა განსაკუთრებით გასულ კვირას ტრაგიკული ინციდენტის დროს. მე ვიცი მრავალი ქართველი სავს კითხავს. კიდევ რამდენი მათი ვაჟკაცი მეომარი დაეცემა ბრძოლაში ნატოში გაწევრიანებისათვის. მოდით ხაზს გაუსვა იმ გარემოებას, რომ თქვენი ჯარისკაცები არ იმყოფებიან ავღანეთში როგორც საშუალება საქართველოს ხელში ჩაიგდოს ნატოს საშვი. ისინი არიან იქ იმისთვის, რომ ემსახურებიან საქართველოს უსაფრთხოების ინტერესს. რაც მათი ყოფნას განაპირობებს, თქვენი ჯარისკაცები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ საერთაშორისო საზოგადოების სელობებში. აღმოიფხვრას ექსტრემიზმი, ტერორიზმი, რომელიც ავღანეთიდან გადმოედინება მსოფლიოს სხვა ნაწილებში. თქვენი რეგიონის შათვლით. მათი გაგზავნა და გადასროლა საზღვარგარეთ საქართველოს უფრო უსაფრთხოს ხდის. მაგრამ არის სხვა ასევე პლუსები და სარგებელი ნატოს ოპერაციაში მონაწილეობდნენ თქვენი ძალები. ანვითარებენ, ქმნიან სტანდარტებს, პროცედურებს და აყალიბებენ უნარებს, იმუშაონ და ითანამშრომლობენ მსოფლიოში ყველაზე უფრო ძლიერ არმიებთან, ძლიერ ძალებთან, რაც შემდგომში აუმჯობესებს თქვენი შეარაღებული ძალების საბრძოლო მომზადებასა და შესაძლებლობებს. ამ მიზნით მოხარული ვიყავი, რომ გასულ თვეს პრეზიდენტ სარაკაშვილმა ხელი მოაწერა სტრატეგიულ თავდაცვის მიმოხილვას, რომელიც ძალიან ჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდა ნატოს წევრ ქვეყნებთან და იგი ემყარება იმ რეფორმებს, რომელიც მიღწეული და იმ წარმატებებს, რომელიც გატარებული იყო წინა თავრობის პირობებში. აქ გაწერილია ის სავალდებულო რეფორმები, რათა გაიზარდოს თავდაცვის სამინისტროში გამჭვირვალების დონე და გაძლიერდეს დემოკრატიული კონტროლი შეარაღებულ ძალებს. ეს ქმედებები თქვენ სამხედროებს უფრო ეფექტურს და ეფექტიანს ხდის. ანუ თქვენი შეარაღებული ძალები უფრო ადვილად წინააღმდეგებიან იმ საფრთხეებს, რომელიც თქვენ ქვეყნის წინაშე დგას. პრიორიტეტი ამჟამად გახლავთ უწყვეტი პროცესი, უწყვეტი შესრულება იმ თვალსაზრისით, რომ თქვენი ჯარები უფრო დაუახლოვდნენ, დაემსგავსონ ნატოს ძალებს და ესე ვთქვათ, კიდევ უფრო გაუმჯობესონ თავისი თანამშრომლობა აღნიშნულ ძალებთან. მაგრამ მოდით ნათლად განვაცხადებს. ნატოს წევრობის მოთხოვნათა დაკმაყოფილება არ უნდა იყოს ახმული მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით. დანახული მხოლოდ სამხედრო ჭრილში, იმიტომ რომ ნატო გაცილებით უფრო ფართია, ვიდრე მხოლოდ სამხედრო ალიანსი. ნატო გახლავთ ღირებულებათა ღირებულებათა ჩამონათვალი, ეს გახლავთ ღირებულთა ჯგუფი, ეს არის ოჯახი, რომელსაც წამს დემოკრატიის, თავისუფლების და კანონის უზენაესობის. როდესაც თვალს ვავლებ იმ გზას, რომელიც ჩვენ წინაშე ძევს, ხედავ სტაბილურ დემოკრატიულ საქართველოს ევროატლანტიკური თემის შუაგულში. საქართველო გახდება ნატოს წევრი.
მაგრამ ნატოს წევრობის მოთხოვნები უნდა იყოს დაკმაყოფილებული. მაგალითად, საქართველოს უნდა გააგრძელოს უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების უზრუნველყოფად მოქმედება